მოგესალმებით, გილოცავთ შობა ახალ წელს კიდევ ერთხელ. დღეს უკვე დაგიბრუნდით იანვრისთვის გაშლით და დღეს ვიმუშავებ სამი დასტით. ეს არის კოსმიური ბაღის ტარო, სუფიური ტარო და უდაბნოს ოცნებების ტარო. ეს არის ჩემი მეგობრების გამოგზავნილი და ჩემი კოლეგების მიერ გამოგზავნილი დასტები, რომლისთვისაც მე მათ ამ სახელმწიფო საჩუქრისთვის ვუხდი დიდ მადლობას ეთოს და ნათიას აღწერაში მიუთითებ მათ არხებსაც შეგძლიათ ესტუმროთ და მოისმინოთ მათი გაშლებიც და შეაფასოთ შესაბამისად. მოდით დავიწყოთ დღევანდელი გაშლა, პირველი რა თქმა უნდა გავაკეთებთ სტიქიების მიხედვით და მოდით რახან ცეცხლოვანი ცხენისწელი მოდის, დავიწყოთ ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებით, ხო? ესენი არიან ვერძი, ლომი და მშვილდოსანი. დავიწყოთ ვერძით. როგორი ენერგიები ელოდება ვერძს ამ იანვრის ამ თვის ბოლომდე 2026 წლის პირველი თვის იანვრის ბოლომდე. მოდით ვნახოთ, პირდაპირ ამოვიღებ კარტებს. რაღაცაში გაძლიერება ვერძების, მათ არ აკლიათ სიძლიერე, გაძლიერება. თუმცა, ესე ვთქვათ, ისინი ძლიერდებიან იმაში, რომ უნდა დაძლიონ ის დეპრესიული ესე ვთქვათ, ფონი, რაც მათ ჰქონდათ, წამოყვათ წინა წლიდან. გარკვეული ტიპის გულაცრუება, ესე ვთქვათ, გულგატეხილობა, გარკვეული ტიპის იმედების გაცრუება, ხო? ეს შეიძლება იყოს სასიყვარულო ურთიერთობებში თუ მეგობრულ ურთიერთობებში. აქ მე უფრო მეტად ვგრძნობ, რომ ეს იყო რაღაც ტიპის პარტნიორული ურთიერთობა, სადაც ვერძს ჰქონდა საკმაოდ დიდი გულის ტკენა, მის გრძნობებს თუ ესე ვთქვათ, მის მეგობრობას, მის ესე ვთქვათ, ურთიერთობას არ უპასუხეს სათანადოდ და ახლა იანვრის ბოლომდე ის ცდილობს, რომ რაღაცნაირად ძალები მოიკრიბოს და გათავისუფლდეს, ესე ვთქვათ, ისე თავის თავში ეძებოს, ხოთაშორის ეს ვერძებისთვის საკმაოდ იშვიათია, რადგან ვერძებს ყოველთვის მიაჩნიათ, რომ ისინი პირველები არიან, მართლები არიან და რაღაცნაირად ვერძი უკვე თავის ცხოვრებაზე უკვე იღებს პასუხისგებლობას, სრულ პასუხისგებლობას. ხო, იმპერატორის მეოთხე დიდი არკანი ამოვიდა. ნუ პრინციპში ვერძი არის კიდეც, ხო, მეოთხე თვე არის. აპრილი მეოთხე თვეა, ნუ მარტის ბოლო აპრილი. ეს არის ნამდვილად ლიდერობის მქონე ზოდიაქოს ნიშანი. ისინი ყოველთვის ლიდერები არიან, ლიდერობა სურთ, პირველობა სურთ პირველებმა გააკეთონ ესე თუ ის საქმე, მიაღწიონ კონკრეტულ წარმატებას. ეს ეხება ქალებს ისევე როგორც მამაკაცებს და ვერძი უკვე აქ რაღაცა ტიპის სულიერი ტრავმის დაძლევის პროცესში იქნება იანვრის ბოლომდე. მოდით უფრო დეტალურად ვნახოთ. ისთვისაც მე გამოვიყენებ ჩემს ტრადიციულ დასტას, ვეითის დასტას, რა თქმა უნდა, ჩემს ყველაზე ძველ დასტას და მრავალჭირნახულს. The world სრული განახლება ელოდებათ. აი, დიდ ტრანსფორმაციას გადის ვერძი სხვათა შორის. ვერძებო მზის მთვარის ან აღმავალი ნიშნის მქონე ვერძებო, ნიშნით ვერძებო, უფრო სწორედ. თქვენ ძალიან დიდ ტრანსფორმაციას ავარაუდოთ აქ უფრო მე ვხედავ, რომ აქ უკვე პირდაპირ პირად ცხოვრებასთან იყო ბმა გარკვეული ტიპის, ან შესაძლოა საქმეონ ურთიერთობებში რაღაც გულგატეხილება, გული აგიცრუვდათ სამსახურზე და აქ თქვენსკენ უკვე მოდის ჯილდო, რაღაც ახალი ტრანსფორმაციის შედეგად წარმოშობილი ურთიერთობის, ესე რომ ძალიან კარგი პროგნოზი არის იანვრისთვის. ახლა გადავიდეთ ჩვენს საყვარელ ლომებზე და ნახეთ ეს დასტის ფერიც როგორი სიმბოლურია, ყვითელი ფერი, ხო? ლომის ფერია, ესე ვთქვათ.
ჩაკრების თვალსაზრისითაც თუ იმსჯერებთ, ნამდვილად ეგ არის გულის ჩაკრა, ყვითელი ჩაკრა. ლომებო თქვენ ხართ ძალიან მზრუნველი ზოდიაქოს ნიშანი, ძალიან ერთგული და იანვრის ბოლომდე, 2026 წლის იანვრის ბოლომდე, უკვე წელს, ახალ წელს თქვენ არჩევანის წინაშე დგებით, უფრო სწორად ფიქრობთ. დიახ, ამდვილად ესე არის, ფიქრობთ. კი ბატონო. 2 ხმლების და 1 თასების არკანი ამოვიდა. და რას ფიქრობთ, უკვე თქვენ ნამდვილად უდიდესი ცოდნა დააგროვეთ, გამოცდილება და უკვე ფიქრობთ, არ იცით რომელი გზით წახვიდეთ, ესე ვთქვათ. არ იცით საითკენ უფრო ჯობს. და ამ დილემის წინაშე იქნებით იანვრის ბოლომდე. თუმცა კვლავ ფიქრობთ, ძვირფასო ლომებო, ეს ეგომდგომარეობა არ გარკვეული ტიპის, რომ თქვენ კიდევ რაღაცა გაკლიათ. კიდევ ცოტა გაკლიათ და მერე უკვე გადახვალთ თქვენს პირადი პროექტის განხორციელებაზე. და რაღაცა დიდი არჩევანის წინაშე ფიქრის წინაშე დგეხართ და მეგირჩევთ, რომ ოდნავ გათავისუფლდეთ ამ ფიქრებისგან. მოვიღოთ ახლა ვეითის დასტაც, ხო, კლასიკური დასტაც, აქაც ხმლების 6-იანი ამოვიდა. ეს რას ნიშნავს, რომ თქვენ აუცილებლად გიდგათ ესეთი საკითხი, რომ უკვე გუნდი უნდა შეკრიბოთ აუცილებლად და უკვე თქვენს პირად პროექტ სტარტაპს უნდა ჩაუყაროთ საფუძველი. ნახეთ, თქვენ გაქვთ ყველანაირი ცოდნა ამისთვის, გაქვთ დაგროვებული გამოცდილება, ცოდნა და ეხლა უკვე მზად ხართ იმისთვის, რომ გახვიდეთ რაღაც კონკრეტული სიტუაციიდან და ერთი რომელიმე სფერო აირჩიეთ, რომელშიც თქვენ თვლით, რომ ყველაზე კარგად გამოგდით, ან შეგიძლიათ, რომ უფრო მეტად დახვეწოთ, ერთი შეარჩიეთ, კონკრეტული ნიშა იპოვეთ თქვენი და შემდეგ გირჩევთ, რომ დაძლიოთ ეგო და სხვების აზრიც გაითვალისწინოთ. ეს შეიძლება იყოს მენტორი, ან უფროსი ადამიანი, ან პროფესიონალი, ან სულიერი მოძღვარი, გარკვეული სიტუაციიდან გასვლა და რაღაც ახლის დაწყება. გეგმების დასახვა, ესე ვთქვათ, მაგრამ თქვენ უკვე აქ იცით, ნახეთ, უკვე იცით, რომ თქვენ მარტო აღარ ხართ უკვე, აქ უკვე გუნდი გჭირდებათ, იცით, რომ მარტო ვერ შეძლებთ აი ამ დიდი პროექტის განხორციელებას, რაღაცა თქვენი პირადი სტარტაპი შეიძლება იყოს, ან გარკვეული ტიპის რაღაცა პროექტი. ეს შეიძლება პირად ურთიერთობებში სულაც ნიშნავდეს იმას, რომ საცხოვრებელი შეიცვალოთ, ოჯახთან ერთად გადაადგილდეთ, გადახვიდეთ სხვა ქალაქში ან ქვეყანაში. უფრო მეტად ვფიქრობ, რომ ქალაქს გამოიცვლით. უფრო მეტად ვფიქრობ, რომ ალბათ უფრო ქალაქს შეიცვლით, მაგრამ შესაძლებელია გადახვიდეთ ზღვისპირა ქალაქში, ან ქვეყანა დატოვოთ, აი იცით უკვე, ნახეთ, აი ორჭოფობა არის ამაზე. და ლომი, რადგან ძალიან მეოჯახე ადამიანი, აქ უფრო დაოჯახებულებს ეხებათ ეს გაშლა, მამაკაცებსაც, ქალბატონებსაც და აი თქვენ უკვე აი ჭიდილში ხართ, აი დატოვოთ თუ არა ქვეყანა. თუ ამას გადავთარგმნით ოჯახურ ურთიერთობებში, ხო, ანუ ქვეყნიდან გასვლაზე. ესეც შეიძლება იყოს ერთ-ერთი ვერსია. ასე რომ წარმატებები, ეს აუცილებლად მოხდება. გასვლა და რაღაც ახლის შექმნა და ახალი ცხოვრების დასაწყისი. მოდით ახლა კი ჩემი ძვირფასი მშულდოსნები. მზით, მთვარით ან აღმავალი ნიშნით. მშულდოსნები. ნახოთ, ძვირფასო მშულდოსნებო, როგორი ენერგიები გვაქვს იანვრის ბოლომდე და პირველი. პირად დანიშნულებაზე გასვლა, ცალსახად პროფესიული არჩევანის გაკეთება, ლიდერული უნარ-ჩვევების გამომჟღავნება, კი ბატონო, და რომელიც არ იქნება, ეს არ იქნება იავარდით მოფენილი გზა, ეს საკმაოდ რთული, ტკივნეული გზა იქნება თქვენთვის.
რადგან ტრანსფორმაციას ყოველთვის თან ახლავს გარკვეული დანაკარგი, ეს შეიძლება იყოს დანაკარგი მეგობრების მხრივ, ხო, თქვენ შესაძლებელია სრულად შეიცვალოთ სამეგობრო წრე. სრულად ეს ტრანსფორმაციის დროს, როდესაც ტრანსფორმაციას გადის ადამიანი, სულიერ ტრანსფორმაციაზე მაქვს რა თქმა უნდა საუბარი და შესაბამისად სულიერიდან გამომდინარე ფიზიკურსაც ეხება. ეს ყოველთვის დაკავშირებულია ისე ვთქვათ გულის ტკენასთან. სხვებსაც შეიძლება მიაყენოთ, ატკინოთ გული, მაგრამ აქ უფრო თქვენ გტკივათ გული, იმიტომ რომ მშვილდოსნები საკმაოდ ერთგული ტიპაჟები არიან, მათ არ უყვართ სიახლეები. კი, ადაპტირებადები არიან, გარემოებებისადმი და ძალიან პოზიტიურად განწყობილნი ცხოვრებისეული გამოწვევების მიმართ, მაგრამ მშვილდოსნებს როგორც ესეთი არ უყვართ მკვეთრი სიახლე მათ ცხოვრებაში და ამიტომ გულთან ახლოს მიაქვთ ყველაფერი. მაგრამ ამავე დროს ეს გულის ტკენა უკვე ტრანსფორმირდება რაში? რაში და იმაში, რომ თქვენ უკვე თქვენს ცხოვრებაზე სრულად იღებთ პასუხისმგებლობას, leadings რა. ანუ სრულად იღებთ მართვის სადავეებს თქვენი ცხოვრების. სოციუმი გეკაჩებათ აქეთ, რომ თქვათ, განიცადოთ, რომ ვაიმე ეს მეგობარი დავკარგე და ვაიმე ქმარი დავკარგე და ქმარმა მიღალატა და არ ვიცი რაღაცა სულ მეგობროდ დარჩები და რა გეშველება შეიძლება გვეუბნებოდეს ხო ახლა ესე კარგავს, მაგრამ აქ ნახეთ ეს ტრანსფორმაცია რისთვის არის? იმისთვის რომ საბოლოოდ ესე ძალიან კაცრად ესე თქვათ და მტკიცეთ, ნახეთ როგორ აქვს მუშტები შეკრული ამ სულთანს, ხო, თან სულთანი ქვია. ამ ულამაზეს დასტაში, რომელსაც ქვია სუფის ტარო, ჩემი ეთოს გამოგზავნილი. აი როგორი ესეთი ტიპაჟია, ხო? აი გადაწყვეტილი აქვს უკვე, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეს, ეს აქეთ აღარ ბრუნდება, ნახეთ. თვითონ არკანების განლაგებაც ზუსტად მაგაზე მიგვათიშებს, თუ ეს არის წარსული, ცენტრალური არკანი, ტრანსფორმაციული გზა, აწმყო და მომავალი. მომავალში მშვილდოსნებს სწორედ აი ეს თავისი ცხოვრების მართვის სადავეებში, მართვის სადავეების აღება მოუწევთ, ყველა ვარიანტში მოუწევთ. თუ არის ამას სამყარო მაინც ყველანაირად გაიძულებთ, რომ აქეთკენ წახვიდეთ და მოდით თქვენც არ გაწყენინებთ, ამოვიღებ ტრადიციულ დასტასაც და ამოვიდა პენტაკლების დედოფალი, თასების პაჟი და პენტაკლების ცხრიანი. ესე იგი, თქვენ უკვე ხართ ისეთ მდგომარეობაში, რომ თქვენ აღარ გსურთ თან ამავე დროს გსურთ გრძნობების დონეზე ურთიერთობების განახლება, გადახარისება. თქვენ სავარაუდოდ გაქვთ უკვე ურთიერთობა თქვენზე ასაკით უმცროს ადამიანთან, თქვენ ხართ უფროსი ქალბატონი, მაგრამ თქვენ უკვე ფიქრობთ, აი უკვე ამ ენერგიაში ხართ და ფიქრობთ. აი, ამდენი დავაგროვე და პრინციპში არაფერი. ეს შეიძლება მხოლოდ მატერიალური არ იყოს, ეს შეიძლება იყოს გარკვეული ტიპის ხო ცოდნა გამოცდილება, ხო და აი ეს გადადიხართ უკვე მიმღების და რესურსულ მდგომარეობაში და ამავე დროს ლიდერის პოზიციიდან, ხო, ანუ საკმაოდ ისეთი მამაკაცური მასკულინური ენერგიას თან ახლავს ქალური ენერგიები, ანუ სრული ბალანსი არის აქ ინი და იანი ენერგიების. ძალიან ლამაზი გაშლა, მით უფრო მეც გამიხარდა, რადგან მეც მშვილდოსანი ვარ. ეს გაშლა ეხებათ მთვარით და ასცენდენტითაც მშვილდოსნებს, თუ მათი მზის ნიშანში არ რეზონირდა გაშლა, შეგიძლიათ ამას მოусმინოთ. მე გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.